მარიკა. ირაკლი რა ჩამოსულა? და ალბათ მოეწონა შუა აზიაში ყოფნა. არა, კაცო, გარეკა ჩამოვსინდიო. წუთი-წუთზე მოვა. მართლა? ხო? Tato, rasakete. Samo mostებს რაღაცებს არის. Tato, მე ბავშვები უნდა დავაძინო. შენ კიდე დაბალ ხმაზე ითამაშე, არ იხმაურო, ხო? კარგი. ხო. რა მერია რა ყველაფერი რა. ესე მქონდა დაყენებული, ეხლა კიდე თავიდან უნდა დავაყენებდი რა. ასალამ ალეიქუმ. შამოხვედი რა. როგორ ხარ? კარგად. რა გასხია რა? ცხვარი თუ აკლები? მიდი რა, შენი გამოსწორება არ იქნება. მიდი გამატარე კაცო. ეს მარიკუნა სად არის? რა მარიკუნა სად არის? ჩემი ცოლი სად არის მარიკუნა? შენ არ შეხვდა? სამდე შემხედველა. რა? მოიც როგორ ეხა კარგი რა რას მაიმუნი? არა? რა? რა ვიცი მე აი ტელევიზორში გამოაცხადეს საინფორმაციოში რომ ვეუნებოდი არა ისე რა ქვია შუა აზიაშიო მძვინვარებსო სტიქიებიო და ვეუნებოდი მარიკა არ წახვიდე ჩამო არაფერი არ მოხდება მეთქი და არა ინერვიულა და დამიტოვა ბავშვები და წამოვიდა შენთან სად ჩემთან კაცო აი ხა ვაიმე ჩემი მიდი დაეწია მასხარა ხარ მასხარა მარიკა რა დროს გამოხვედი რა ცოტას და დავაბრუნებდი უკან რა ვერ არის რა მაიმუნია რა ფეხზე რა გჭირს რამჭირს მარიკუნა და ის ფეხსაცმელი ხო ვიყიდე წასვლის წინ ხო და მატკინა ფეხი აღარ შემელია ნეტა მეორე ფეხსაცმელი წამეყო რამე რა მოგეწონა შუა აზიაში ვაიმე ძალიან მაგარია რა ხო კიდე როდის მიდიხარ გაგიჟდი მანდ რა წამეყვანს მეორეჯერ ბავშვები სად არის ეხლა დავაძინე. ვნახავ რა. წამოიძე მოიცა ირაკლი. მო. რაგინა მოიფიქრე ხა რა. რაგინა. მე არაფერი არ ჩამოგიტანე. როგორ არ ჩამოგიტანე დაწუჩა. ჩამოგიტანე. აბა გაზი. ჩემთან ერთად ვერ ჩამოვიდა. მილს მოყვება იმას თავის გზა. ხო და ერთ სამ დღეში მოვა შენამდე. გამატარე. კარგი რა ირაკლი რა გაზი რა. მაგ საფერი არ ჩამომიტანე. მე შენ ისე დაქტოვებდი აბა აი 10000 ყაზახური ტენგე თუ მოხვდები ასტანაში ალმა-ათაში ყარაღანდაში შედი მაღაზიაში და რაც გინდა ის იყიდე ჩემო დათუჩა გამატარე ბავშვი რაც მიდიხე ეს ტენგე მე კარგი რა ირაკლი რა მაგრამ დათუჩა აჰა ეს შენ ჩემგან გამომართ ნახე რა მაგარი რამე მიდი ჰა რა მაგარი რაღაცა მართლა მიხდება რა არა სვამით ვიარო ირა
მაგარია. ვაჰა, გიხდება დათუჩა. მოდი ფოტოები განახო. მოდი. მოდი ფოტოები განახო. მანახე. აჰა, ნახე, შეხედე. აი. ეს მე ვსეირნობ დუშანბეში. აჰა. დღეს დუშანბეს ქუჩებში დადის ყურმანბეკ დეშკენ ირაკლი ბაშკენ. იარო. ვა, ირა, მართლა ისეთი ლამაზი ქალი იყო? რას ბოდიალობ შენ, ჰა? არაფერი. ვერ ახარ, ხო? ხო, რა იცი ეს და რა იყო ის აი ეს რა მიდო დაკაცო მეკითხა რა კითხე ის იყო იქ არა ის ამერიკაშია ხედა ის ამერიკაში დავიდა შენ შუა აზიაში გაგიშვა მე მგონი შენ რაღაც არ მოწოხარ მაგას მიდი ერთი რა რა მითხარი ესე დათრა ესე დათვერი თორივე რომ სასტუმრომდე მიმიყვანეო შენ გითხრა და მიიყვანე ვერ ახარ ხო შენ ჰა რას ბოდიალო რასო მოდი განახო აბა აი ეს არის დელეგაცია რომელიც იქ დაგვხვდა და საინტერესო ეს უზბეკია უზბეკი აიაზატ მამიტოვ ხო ეს არის ტაჯიკი ხუსეინ შუქუროვი თვითონაც ემბოდა ხოლმე ია ხუსეინ ხოლოვიჩ შუქუროვ მაგრამ აი ეს ორნი არის ნახე ეს არის მამიტოვი ეს არის შუქუროვი და როგორ არჩევი ხა ამ ორს ერთმანეთის კარგი რა უნდა ამათ გარჩევას რა უნდა ირაკლი ნინის და მარიამს ვერ არჩევ და ამათ როგორ არჩევ რას მელაპარაკები აეროპორტამდე თუ გამოკაცდა უნდა დაურეკო ირაკლი აპრაუნა მე არ ესეთი ლამაზი იყო როგორ რას ვიფიქრებდი კაი დრო გაატარეს ირაკლი რა ხდება მე რომ ნახე შეიძლება ეს ფოტოები არა მარიკა არ გირჩევ თორე ბავშვებს გაიგუზება დაიწყებს შენ ყვილს და მიდი ერთი რა მასხარა ხარ ვიღა გამომართვი მარიკულა ნახე ამის გამოსწორება არ იქნება გამატარე კაცო გამატარე შეიძლება დუდუ ბუბუ გუგუ დუდუ წემატყება ფეგბურთი გადართე რა მაყურებინე საინფორმაციო არ მინახავს ერთი კვირა აი მარიკა შეხედე შუაზი და ხო ჩამოვიდა კოჭლობს მაწიოკებს თემურლენგია რა შეხედე რა ლაშა რა ისევ ნულია მოგება მაღაზიიდან რა ისევ ნული ნე ლაშა რა არის ეხლა შენ არ დაიწყო რა არ დაიწყო სულ შენი ბრალია იმდენს ჭამ არაფერი არ გამოვა შენ ხელში დღეს სულ არ ყოფილვარ მაღაზიაში ჩასული ერთხელ ვიყავი ხო მეორეთაც ვიყავი კარგი მესამედაც ვიყავი ხო მარტო ნაყინზე ნო აი მაგას გეუბნები ლაშა მაგას გეუბნები აბა რა გითხარი და ნახია ბაი რაღაცები გაიგეთ. რას გადავახონა აბა დათვალე ხო გამოვიდა პუტინი გამოყვა მედვედევიც შენ ბიჭო რაღაცა მაგრამ კარგი იყო ხო აჰა. რაო დავთვალეო? ჰა? დათვალე შენ გეკითხებია მენეჯერ დათვალეო ხო დავთვალე მაგრამ რა თამარ გახსოვს შენ რო ამბობდი კლიენტების მოსაზიდად ცნობილი სახეები გამოვიყენოთ გახსოვს მახსოვს მე კი ვამბობდი მაგრამ ამათმა ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გამოუშვი ყოჩახ ხო და ცადოთ ეგეც კაი დავაყენოთ მაღაზიაში ვინმე ისეთი ცნობილი რომ დაინახავს ადამიანი ხშირად შემოვა ხოლმე მაღაზიაში აბა მე მაშინაც გითხარით ვინ უნდა როდის ეს რო შეუშვი და გამოუშვი კარგი ლაშა მათე დააყენე და ნახევარი თბილისის ვალი აქვს მათეს და ყველა იქნება აჰა კარგი გაჩერდა იცი ვინ ირაკლი და სანდრო ბან ვინმე კიდე ვაიმე. დავაყენოთ ვინმე ცნობილი სახე კახას რომ ვუთხრათ, კახას. კახა ჩვენი კახა ჩვენი კახა. მილანშია და თან არ მგონია დაგვთანხმდეს
ვერ გავიგე რატომ არ უნდა დაგთანხმდეს ისევ მაგისტრის არ ვარ მაგისტრის ფიქის იქნება ისევ ძალიან კარგი და ფანტასტიკური ჩამოსულიყო დამდგარიყო ესე მაღაზიაში ცოტა რეიტინგიც მოემატებოდა თორე მე რა გინდა სიკეთე გაუკეთო არც არაფერი რა სიკეთე გინდა მაგრამ როგორ მე გავაღე ინგაცის დავარია დააცადო ვაა ირაკლი კარგად აი ცნობილი სახეც მოვიდა ახლა ირაკლი მარტო აქ არ არის ცნობილი უკვე ყაზახეთში ყირგიზეთი ხო თურქმენეთი უზბეკეთი და ასე შემდეგ კარგად მოიყურები აი მე საყვარელი ხარ მომენა რა ვიცი აი ფეფეხი რა ფექსაც ველმა მატკინა ძლივს დავდივარ როგორ ხართ მეზობლებო კარგად კეთო ხო მიდი წვენი მოუტანე ირაკლი წვენი გინდა არა წვენი არ მინდა საჩუქრების გამოტანა მინდოდა საჩუქრების ხო მაგრამ ვიღაცებს გამოუტანიათ უკვე ხო ისე საწყლად ხიდო ესე კუთხეში რაღაცა ცოტავად რომ ვიფიქრე გავიტანქო განსაკუთრებით ისიდო წყნარად და საწყლად გოგის რო ჩამოუტანე ის საჩუქარი ხო ის გზაშიც მოიწყიდა ხო და ეთქვა აქაც მოიწყიდა და შენ გამოიტანე რომ გაგებხიარულებინა საწყალი საჩუქრები ხო აი ხო ხედავთ ის გოგისი გაჩვენდი მიდი ახლა უთხარი მიდი ირა მოდი აი აქ დაჯექი რა რაღაც საქმე გვაქვს შენთან იცი შენ ტაჯიკურად როგორ არის მოდი დაჯექი ინჯა ბიოშინ ოღონდ ესე შინ ასე ამბობ დაიწყო ხა ხო ბუნჯა ირაკლი ბუნჯა დაჯექი და მოусმინე კი არა მიდი გისმენთ ხო მიდი აბა ირა ესე იგი რა ხდება იცი მაღაზიის საქმე ისე ვერ მიდის რას მელაპარაკე ხო და აი თამარის იდეა იყო რომ რაღაცნაირად ხო და ირაკლი რა იყო იცი მე თამარის იდეა რაც იყო ჩვენ ერთ ყურს შევშვით მეორედან გამოვუხ ხო იცი როგორ არის უზბეკურად ეს ანდაზა ჰა კარგი ირაკლი რა იყო ახლა ცოტა სერიოზულად რა მოგივიდა ახლა ის თამრი ადექი ისევ შენ რა აი ვინმე შენი გაჭირა სიჭირიღობეს ჭხირი მოკლედ ირაკლი ახლა რა ხდება მომისმინე და გისმენთ თამარჩი გისმენთ ხო ეს იგი რა ხდება ჩვენ გვაქვს მაღაზია და გვინდა რომ აი ამ მაღაზიაში ცნობილი ესეთი სახე დავაყენოთ ხო და ვიფიქრეთ ან ირაკლი ან სანდრო მაგრამ სანდრო ახლა მაინც ხო იცი თავისებური ბიჭია და არ გამოვა და ირაკლი უნდა დაგთანხმდე რა რომ მიიზიდო კლიენტები ხო ო შაითა ამატარეგაც ირაკლი თუ არ გინდა ხო მაღაზიაში და გარეთ დადექი კი გარეთ დადექი ხო აი დიდი ნესკაფეს ჭიქის ფორმას ჩაგაცნო და ხალხს დაუძახე მოდი მე ხო კარგი იყო ხოჭა გლობეწოლა მეზობლებო ძალიან მწუხვარ მაგრამ მე ამ საქმეში ვერ გამოგადგებით კაცო მე ვარ სახელმწიფო მოხელე ხო რა გავჭერდი რა აკრძალული გვაქვს ჩვენ ასეთ აქციებში მონაწილეობის მიღება ამიტომ მე მხარს ვუჭერ სანდროს კანდიდატურას ხო და თქვენ კიდე თუ გინდოდათ ეს ცნობილი ხალხი გაგეხსნათ პირდაპირ აეროპორტი და ყველა ცნობილი ადამიანი თავისით მოვიდოდა იქ მე კაი მოგეთეს გეტყვით არა თამაში ქორწინების სახლი გახსენეთ კარგი ვა გეუბნები ქორწინების სახლი გახსენით და მარტო ვახო და ლაშა ამუშავებენ 1-10 წელი კიდე ირა ეხა შეხო ჩემზე იხუმრე მაგრამ მაინც კარგი იყო კარგი იყო აი რაღაცა არ ვიცი და წამოდი ხა ცოტა ხანი რა ეხა ესენი ხო იცი დაიწყე რა არის დავლიოთ კაი არ არის აი ხო გითხარი დაიწყებენ წამოდი გავიდეთ არაყი კარგია აბა ნახო წამოდი სახლში შენ ეხლა ამას უაყვები წამოდი მოდი ვახო ესა გოგოები იქით იქნებით ხო რა არაყია ეს რა არაყია ირაკლი და ეს რამინმა გამოგზავნა ხო რამინმა გამოგზავნა მაღაზიაში უნდა დადონ და გაყიდონ აი კაცო კი მოიცადე რამინსკაია კლასическая ხო, კარგი. ეხლავე სალომე, ეხლავე გადავცემ ყველაფერს. მაგრამ ესენი სალომე მთელი დღის ანგარიშიო. იმას ნახო, ჩადოს მე უჯრაში ყველა ჩეკიო შეინახოსო. ხო, და სანდროს ნურაფერს ნუ დაავალებ, ხო იცი რა შტერიაო.
ეს ბოლო ცოტა უხერხულია, უხეშად გამოვიდა, მაგრამ არ გეცხმის, ხო? სვამისგან არ ვფრია. კარგი. მოიცადე? დიახ. მანქანა იპოვეთ? ჩემი მანქანა იპოვეს. დიახ. კი, ტყეში დამრჩა, აბა. კარგი. დიახ. გამარჯობა. მაკა, ხო? მაკა, ყავა მინდა თუ შეიძლება. უშაქრო, ხო? უშაქრო. ანანო. ხო. ჩემი მანქანა იპოვეს. მოი. დიახ. აჰა. რა? მაჩვი ცხოვრობდა შიგნით? მადლობა. კილოცო სანდრო ძალიან გამეკარდა. მაჩვი? არა, მაჩვი არა, მანქანა სანდრო. და სანდრო, იცი მე რა ამბავი მაქვს? სანდრო, მე ჩიტი მყავს. ჩიყვი გაქვს? მანახო. სანდრო, რა ჩიყვი მაქვს, რა ჩიტი მყავს, ჩიტი. ხო, გავიგე, ჩიტი, კაი, რა იყო მე ვის არ ყოლია კაცო რა მოხდა? სანდრო, კიდევ ვერ გაიგე, ხო? ჩიტი, რო დაფრინავს, ჩიტი მყავს მე. ხო, გავიგე, ჩიტი. სად არის, აბა სად არის? რა ვიცი, წესით კი აქამდე უნდა ჩამოსულიყო ჩემი ჩიტი, მაგრამ მე ვიცი. რა? ვულკანმა მეორედ ამოხეთქა და ფრენები გადაიდო, ხო? არა, სანდრო, თვითონ კი არ მოფრინავს, ჩიტი მოყავთ ჩემთან. ავტობუსით მოდის. ვაიმე, სანდრო, ჩიტი ავტობუსით არ მოდის, ჩიტი ყაზბეგიდან, უსახლკარო ჩიტია. ჩიტი მოყავთ ყაზბეგიდან თბილისში ჩემთან. გაიგე ახლა? გეთქვა ეგრე მე რას მაწვავია? თქვენი ყავა. ძალიან დიდი მადლობა. არა, მადლობა. და სანდრო, ახლა ამ ჩიტს ხო უნდა თავშესაფარი და სანდრო, დაიტოვე რა შენ რა ჩიტი? ჰა? ჩიტი. რა პრობლემაა? დავიტოვე. სანდრო, მაგრამ არ უნდა დაკარგო. არ დავკარგო? არ უნდა დაკარგო. მაშინ არ დავიტოვე. სანდრო, კაი რა გეხვეწები, დაიტოვე რა სანდრო, დაიტოვე რა. და დავკარგო. არა, სანდრო, თან დაიტოვე, თან არ დაკარგო. აი ორს ერთად ვერ მოახერხებ? არა. არ მინდა ჩიტი, არ მომწონს ჩიტები, ეგენი ჭრელები არიან და ჭიკჭიკებენ ბევრს. კაი რა სანდრო, ჩიტები, ჭრელები არიან, ჭიკჭიკებენ ბევრს. არ მინდა, ანანო, რა დაგემართ? აი, ძაღლი რო იყოს, ხო? ძაღლს კი ბატონო, ჯახს ასე მოკიდებ და გაასეირნებ და ეს ჩიტი როგორ ვასეირნო ესე? მანქანა ხო იპოვე? ხო და მანქანით ასეირნე. ეს აწევ შუშებს, ის იფრესით, ისიც ისეირნებს, შენც ისეირნე. რა, და ჩიტი ჩავსო ჩემ მანქანაში, ხო? უი, რა ვიცი მე, დიდი ამბავი ხა, ჩიტი ჩავსვა ჩემ მანქანაში, მაჩვი ცხოვრობდა შეგნითო და. იყავით, მე გავაღებ. მოდი სანდრო, მოდი. გამარჯობა. მოდი. რაღაც სერიოზული საქმე გექნებათ, ისე დამიბარეთ თან ყველა აქ ხარ ჩეკრებილები, ხო? არა. ის არ არის. ვახო. ნაბახო, უნდა იყოს დამკვირვებელი არჩევნებზე და იქ არის წასული. მართლა? ვახო დამკვირვებელი? ხო. სანდრო, რა გაგიკვირდა? ვახო, სხვა კაი, დიდი სათვალეები. და კარგად დააკვირდება რა. ოჩახა. აბა, ვახო არის ძალიან ყოჩახი. თან რომ მიდიოდა, ხო, მე დავარიგე. დავარიგე, რომ ხარ კარგად დააკვირდი, იქაურობს, იქნებ კარგი სადმე კაი გოგო იქნებ. რაღაცა მეთქი გამოჩნდეს თქო და სანდრო, შენთან გვაქვს ისეთი კარგი საქმე, თან ძალიან აუცილებელი საქმე გვაქვს შენ. ხო, სანდრო, ხო. კეთო, ბატონო, მიდი სანდროს წვენი მოუტანე და კამფეტები და თხილი. ხო, აბა რა, ყველაფერს მოუტან. ოღონდ ჯერ ვეტყვი, კარგი თავი რა, აუცილებელი საქმეც გვაქვს. დაჯექი სანდრო, დილა კარგად მიდი, ესე კარგად მotავს. ხო, სანდრო, ძალიან გვინდა, რომ ჩვენს მაღაზიაში დავაყენოთ ვინმე ცნობილი სახე. და ვინ იქნება ეს თუ არა შენ? აი სანდრო, მითხარი ვინ იქნება? გეხვეწები შენ დადეგი და ესე ხალხი შემოვა, ხალხს მოიზიდავ. იცი რამდენმა დარეკა, რამდენმა გთხოვა. ირაკლიმ ხო გთხოვა, კახიმ რამდენჯერ დარეკა, მაგას რა ვუთხარი? ხან დავემალეთ, ხან ტელეფონი არ ავიღეთ. აი ეს, მაგრამ ჩვენ ყველას ვუთხარით უარი, არავის არ შემოგიშვებთ, მარტო ჩვენი სანდრო. კარგი, ეგ ხო გავიგე, მაგრამ
ერთი რამე უცნაური სახიობი მაღაზიაში უცნაური არ არის? ვაიმე სანდრო, რატომ არის უცნაური? მომისმინე დეიდა მელ გიბსონის თავიდან მუშაობდა მაღაზიაში, ხო? კარგი, თამარ, მე მელ გიბსონი ხო არ ვარ რა? მე უფრო ჯონი დეპი. აი შესაძოდა. ვაიმე მე არა მაქვს ამის ნერვები და. მიდი რა. ისი კიდე იცვალეს. წვის და კამფეტებს მოდი, არ უნდა, ჯერ არ. სანდრო. აბა ერთი წუთით ბიჭებო და დაქტორი. შეჭამე სანდრო, შეჭამე. მოიწნე სანდრო. ეხა ყურადღებით მომისმინე სანდრო. ესენი შენ რაღაცას გიმზადებენ. აი მე ხო, მიხვდი ხო? აჰა. ხო. არ გაეკარო. ჯერ არ გაეკარო. რაღაცას ხო თან ეხა რა ტიპები არიან ხო იცი? ტიპები. ხო, კი. ხო და ნაღდათ რაღაცას გიმზადებენ. ნაღდათ? ახლა ესენი გეტყვიან რომ იქნებ ერთი დღე მაინც იმუშაო ჩვენთან მაღაზიაში. შეხო ეტყვი არაო. აბა. ხო, აი რო ეტყვი არაო, აი მანდ რაღაცას გაგიკეთებენ. სანდრო. მე აბა. გავაკეთო. რა გააკეთო? ეხლა მე გეტყვი და ყურადღებით მომისმინე. რო გეტყვიან იმუშავებ თუ არაო? შენ უთხარი, კითხო და გამწარდებია. სანდრო. ნაღდათ? კი, ნაღდათ. სანდრო. შეიძლება სანდრო შეგეკითხო? რა გადაწყვიტე სანდრო? შეძლებ ერთი დღე ჩვენს მაღაზიაში მუშაობასა? კი, ვიმუშავებ. ვაი. ხო მაგარი იყო. სანდრო არის ოქროს ბიჭი. ვაიმე და ულამაზესია და ჩემი სიცოცხლეა სანდრო. გამწარდნე, სანდრო, გამწარდნე. აი, ყველაფერი კარგი, მაგრამ ეხლა ნუ დაგვავიწყდება რომ მეგობრები ვართ და მე ხელფასზე ლაპარაკი მეუხერხულება და ხო სანდრო იცი ხელფასზე ლაპარაკი მეც ძალიან მეუხერხულება და ამიტომ მოდი ნუ ვილაპარაკებ საერთო ხო და მოგების 20% შენი იქნება სანდრო ხო კამფეტები მოიცოდე კამფეტები მიდი ჩავხარე ნოცა ხო აქედან ჭამე კიბერზე მიდი ციცოცხლება იმის ხედის თან სანდრო მომისმინე მარტო 20%. არა დეიდა მარტო 20% კი არა შემოსავლის მთელი 20% სანდრიკო მთელი 20% მთელი 20%. მაშინ თანახო მთელი 20%. მთელი 20%. კარგია, კარგია მთელი 20%. რა გავამწარე? ალო. იცით რა მაინტერესებს? 10,000 ყაზახურ ტენგეში რამდენ ლარს მომცემთ? ალო, ხალბატონო, მე სერიოზულად გეკითხები. არ გამითიშოთ ყურმილი. 10,000 ტენგეში რამდენ ლარს ტენგე. რა ვქნა? მადლობთ. დახომს. დათო, და ეგ ფული პირდაპირ აჩუქოელენეს. კარგი რა. და უთხარი რაც შენ დინდა ის იყიდე თქო. რა, მე ვერ დამიხმდები, იმენ რა უნდა. ბრავო. ჰა? დასახე გაკ, რა იყო? ამჯერად რა პრობლემები გვაქვს ბატონო დავით? ეხა მე ხუმრობის ხასიათზე არა ვარ, მეჩქარები ელენესთან რომ საქმეში ასასვლი. მე წადი გიჭერს ვინმე? იყიდე ერთი კონიაკი და ადი. კონიაკი. კონიაკი აი. ხო. მომეცი კონიაკი, რომ ამწესე. კონიაკის ფული. რა ფისატანას არ ვაპირებდი. როგორც სამტეხი არ უნდა მაგას, როგორც სამტეხი ისე მომეცი ეხა კონიაკის ფული. ამას უღურე ერთი. რა? ხო მოგეცი 10,000 ტენგე.
რა ტენგე? არ მოგეცი ტენგე? მომეცი კარგი, ჩადვი ღლონტებში, ისეს ხე ერთი ბოთლი კარგი კონიაკი და აიტანე ელენესთან. კარგი რა ირაკლი ხა შენ არ იცოდი რა იმათი ხასიათი რა იმათგან რამე რო ვიშეს კონიაკი მithumetes ორი ბოთლი კონიაკი უნდა მივიტანო იქით. ნუ კიდე ერთი ბოთლი მას ისო. რა გინდა აბა რა ვქნათ? მომეცი რა ფული რა გეხოცები რა. ფული გინდა. ო მეჩხარება ირაკლი ხა. გეჩ სწრაფად მოგცე? გეჩქარება ფულის ჯიბეში არა მაგ აქსუ ტენგები ტენგე ოთახში მაგ გავიკეცი მარიკა გაღერა. მარიკა გაღე. კი, ვაღე, ანანოა დამირეკა მოვა. ვინ არის? ანანო. არ გაღ. რატომ? იქნებ ლომი ყავს მარიკა მოვა. არ დაგჭამოს. მარიკა, გამარჯობა. ანანო. მარტო ხარ შენ, ხო? კი. ესე იგი, დანარჩენი ცხოველები დააბინავებ. აუ, კი, მარიკა, ვინც მყავდა, ყველა დააბინავ. მაგრამ ხა რა მოხდა? დედა. ამ დილით დამილეკეს ყაზბეგიდან. მოყავთ იქიდან უსახკარო საწყალი საბრალა ჩიტი. და იცი რა, სანამ ეხლა ამ ჩიტს უშოვი მუდმივ თავშესაფარს, მე ხო სახში ვერ ვიქნები, ვერ მოვლი, ხო ის რამდენი ყურადღება ჭირდებათ ჩიტებს და თქვენ სახში ხართ ხოლმე და ვიფიქრე რომ ორი დღის დაიტოვეთ ჩიტი რა. აი, ნახე, მარიკა, მე მგონი მართლა გადააქვთ ზოპარკი, ოღონდ ჩვენ სახლში გადმოვა. და რა ვიცი ანანო, აბა აი ირაკლი, რა ვქნა დავიტოვოთ? ორი დღის ჩიტი. მარიკუნა, ძალიან გთხოვ რა. ეს შეკითხვა მეტი აღარ დამისვა. ამ შეკითხვაზე უკვე დეჟავიუ მაქვს რა. დავიტოვოთ ცოტა ხნით, დავიტოვოთ. კარგი რა მარიკა რა. ვინაკლი ხეხვიცები რა, ორი დღის ჩიტი რა, ორი თავში. კარგი ხო, ანანო, კარგი. აბა რას ვიზავ? 3 წელი მაიმუნი მყავს დატოვებული და იმასული და პატარა ჩიც ვერ მოული კაცო. ძალიან მაგარი ხედაკი, ძალიან დიდი მადლობა მარიკა, ძალიან დიდი მადლობა. ხო, მაგრამ რაღაცა მინდა გირჩი. ხო. ამდენი ცხოველები რო ყავს, ანანო, კიდობანს ხო არა აშენებდი. ისა, გამიცვლი ჩიც მაიმუნში. გამარჯობა. გამარჯობა დადო. თან მოლაპარაკე მაიმუნი მყავს. მოლაპარაკე ისეთი. მაიმუნი კარგი გამართულად ლაპარაკობს, ისეთი მაიმუნი მყავს. რას უსვი მაიმუნში რა? ნახე რა სწორედ დაშვა შეკითხვა. ჰა? რას უსვი მაიმუნში? ხო გეუბნები მოლაპარაკე მაიმუნი მყავს მე გაგიცნე. ო, სანდრო? რატო? აკრასაკეთ. მაგას მე უნდა გეკითხებოდე, მე გამყიდველი ვარ, შენ მყიდველი. თამარი წეკითხები სადაა? გასულებიალიან რაღაც საქმეს. მოვლენ მაგ. შევერახა ხო კარგად. შედაგიტოვის მაღაზია? ხო რა, არო. მე ცნობილი სახე გვინდაო მაღაზიაშიო და მე ჩამაბარეს მაღაზია. შენ კი არა ისინი ვერ ყოფილა კარგად სანდრო. რა ქენი გაკიდე რამე? ო, აბა, არ გავყიდე, ჩაი. ჩაი? ეს ჩაი გავყიდე. ეს ჩაი გაკიდე თუ ესეთი ჩაი გაკიდე? ეს ჩაი გავყიდე. მე რა ქრატუდებს? რა ვიცი, აბა საწავიგო, მე ვიყიდე და. შენ რა გინდა მეთქარი? მე კონიაკი მინდა. კარგია. კონიაკი უნდა, რომელი? აი ეს. მოიცადე? კინაღამ დამავისდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაღაზია ღლონტიან ღლონში. მეჩქარება. მაღალი, მოწყვეტინებ რა. მაღალი ხარისხი რა თქმა უნდა, დაბალი ფასები. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დათო ძლივს დავიმახსოვრე, ნუ მოწყვეტინებ. ნებისმიერ დროს მობრძანეთ, ყველა კლიენტი კმაყოფილი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მაღაზია ღლონტიან ღლონტი. ოჩახ, კონიაკი მინდა.
და თუ თქვენ მაინც გადაწყეთთ რომ არ შემოხვიდეთ ჩვენს მაღაზიაში, მე მაინც გირჩევთ რომ სწორედ ჩვენს მაღაზიაში უნდა შემოგბრძანდეთ. კოჩახ სანდრო. ესე იგი, ლონდონში ამდენი ხანი ყავდა ვერაფერი ვერ ისწავლე და აქ ერთ საათში როგორ გასწავლე სამდენიმე ლონტებმა რა. ყოჩახ ლონტებს, აი ყოჩახ ლონტებს რა. ძალიან მომეწონათ, ესე იგი, ეს რა ქვია, მომეცი რა კონეკი რა. მოგცე რა? ხო, მასესხი რა. მადლობა დათო რომ შემახსენე. სესხება გამორიცხულია. აი ცეხარებს ბუჟუტ ხომ იცნობ არა რა დაგემართა მე მოგწე ფული. არა დათო გამორიცხულია. დაურეკე პატრონს და უთხარი შენ თვითონ მე რატომ მეუნები? მასე ხონტებს დაურეკო? ხო. არა ვერ დაურეკო, გეხოცები. ისე შენ ჯობია რა. დათო მომისმინე თამარ მე ისეთი სახით გამაფრთხილა რომ მაგას ვერ გავრისკავ. ყოჩახ სანდრო. ყოჩახ შენ შენივრად გაიარე გამოცდა რა. მე ვერ მივხვდი ხა მე ის კი არ მიდოდა მართლა კიდო კი არ მიდოდა ფული მაქვს კაცო ფული უბრალოდ ღლონტემა გამომიშო სპეციალურად მიდიო და ეს ესხეო ნახოთ თუ გასესხებს რამესო მე მას ესხე არა ყოჩახ სანდრო აი ხო მაგარი ვარ დათო ძალიან მაგარი ხარ აი ძალიან მაგარი ხარ ისეთი მაგარი ხარ რომ ხო არ მიდოდა ხა კიდო ხო შემოვედი მე არ მიდოდა კიდო და მომინდა უცბად რომ ვიყიდო ხო და მომეცის კონიაკი ხო ეს ხო აი ეს 60 ლარი 60 ლარი კი აბა ეს რა ფული ეს? რა ვინ არის? რა კაც შეხატია? ეს არის ფული არის. ვინ არის ვინახატი? რა ვინახატია? ეს ვინახატი? ეს არის ბაშეჩუ. ხო, მატყუებ. რაც გატყუებ კაცო, მანახეთი და ნახო. უი. აი ბაშეჩუკი მე შემეშალა სადღაც ბაშეჩუკი სხვა სახატია ეს არის ის რა ქვია მაჰმუდი ვინ არის მაჰმუდი ხვიჩა და გოჩა არა გაქვს ნახე შენ გოჩა არა გაქვს გოჩა ნახე იქ რო არის ვინ იყო ის პირველი თავს შევარდა უტრის არმიაში ვინ იყო მაჰმუდი ის ვინ იყო ცეხის განავითარა იყო და დროშა მაჰმუდი ამ ფულზე ვინახატია მაჰმუდი არქი ხო ოღონდ დათო მაპატიე ვერ მოგცენ რას მოგცენ კონიაკს ამით ვერ უი ეს თავზე რა ნაჭერი რატო აქვს შემოხვეული ახალი დაბანილია და არ გაცილდეს არქი ბოდიში რა დათო რა ვერ მოგცემ ამით კარგი ვერ მომცემ მაშინ აი მაღაზიაში მივალ და იქ ვიყიდ და მე შენ გაიცი პასუხი თამარ და კეთებას აუ დათო კარგი მოგცე მომიცი არა ისე რაღაცა უცნაური ფულია რანაირი ფულია ეს რანაირი ფულია და ეს არის აზი აზი აი ევროპაში ხო არის евро ხო აზიაში არის აზი საკუთარ მყარი კურსი აქვს კი აბა დიდი რა არჯი რა არის რო იყო აზი რო არის რა არ ვიცი ვინ არის ის მე არ ვიცი როგორ არ ვიცი ევროპაში ევროა აზიაში აზია მაგის მეტი რა ვიცი ბოდიში აბა რა ბოდიში მე არის ეს კიდე რა მოგცე ხურდა რა ხურდა ხო მეკუთვნის ხო ეგ არის 10000 ო მომეცი ხე ეს კონიაკი და კიდე მომეცი ხურდა რამდენი ხურდა უნდა მოგცე რამდენი უნდა მომცე და ესე იგი რა კიდე ტაქსი აქედან 20 ლარი 20 ხო 20 ლარი მეკუთვნის ხურდა ეს სხვა რავი აი 20 მადლობა კარგია აბა მადლობა კარგი ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის ძალიან მომიწონა შენი მუშაობა ფანტასტიკად იმუშავა ყოჩა აი ეს გაგზი ნახვამდის კარგად იყავ კიდევ შემოგვიარეთ მაღაზია ღლონტი ან ღლონჩი მაღალი ხარისხი დაბალი ფასები
ყოველთვის გელოდებით. ხო, კეთილ. არი ნერვიულო დაო, ადგილზეა მაღაზიაც და სანდროც. ხო, არი ნერვიულო. ხო. რა ვქენი ხო? რა ქენი, სანდრო? რა ვქენი და ვივაჭრე. ხო. 10,000. აფშენდით კეთილ. დავიღობეთ, დაო! დიახ ბატონო მინისტრო, დიახ. ხო, რა თქმა უნდა, დღეს ამ საბუთებს ჩვენ დავამზადებთ და ხოლდილას გექნებათ კაბინეტში. როგორც გითხარით. ხო, აი, შეგეშალათ ბატონო მინისტრო, ინტერს მეორე მოადგილე გულშემატკივრობს. ხო, რა ქნეს, ხო. სამაგიეროდ კარგად მუშაობს. ყველაფერში მაგარი ხო არ იქნება? კარგით. დილას გექნებათ საბუთები. ვაიმე დამღალეთ ბატონო მინისტრო უკვე. უი, არ გაგითიშავთ ჯერ. კარგი. ვაუ. ეს რა არის? ჩემმა ბეღურამა საჩუქარი გამიკეთა სიურპრიზი. აბა. შა, აცხა, დიდო, ბრის. მიდი აქედან. ამეთქი. მარიკა მიშვი. რა არის ირაკლი? რა ხდება? ვინ არის? არწივია ირაკლი, კაი როგორი? ვინ არის? რა უნდა აქ? ხო შევთანხმდით არა დღისით რომ დაიტოვებდი 2 დღით. არწივი და დამოვიდა. ეს არის ჩიტი? ო ირაკლი ბარტყია ჯერ. ბარტყია რა მართვია? მართვე ბარტყია. ბავშვები ხوار შეაშინა. არა. დათოს ხوار უკბინა. არა. შენ თვითონ შეაშინე, ირაკლი ნახე როგორ იმალება. ნახე რა საყვარელი ამან ვის უნდა უკბინოს, არ იკბინა. ამას იცი რა ქვია? ამას ქვია არწი. მე გაგაცნო, მაგი არწი. როიცა ჩემით მოვალ. არწი. ეს სახელია. არწი. ვაიმე როგორ მიყურებს მარიკულა. რა სახელია არწი? რატო იცი ირაკლი? ესე იგი ჩვენ თავშესაფარში იმდენი ცხოველები და ფრინველები მოყავთ, რომ ჩვენ ვერ ვასწრებთ სახელების დარქმევას. მიუხედავად, ამიტომ არწივს დავარქვით არწი, ზაზუნას დავარქვით ზაზუ. ბუზ ბ. ესე იგი ყავთ უკვე. რა თქმა უნდა. ფრინველი ბუ. მარიკა. რა ვიფიქრე იცი? კარგად შეამოწმე ეს არწივი რუსეთმა ხო არ შემოგვიგზავნა. მარიკა ორი თავი ხო არა? კადია, გინახე რა საყვარელია. სასწაული არწია. ვაიმე! ზარის. გაინტერესებს? ხო, გითხრა? გეტყვი. როდადი ხარ სანადიროთ? და ვერაზროს რო ვერაფერს ვერ კლავ. აი, თავისით დაიწყეს ცხოველება და ფრინველება ჩვენთან მოსვლა, შენთან პირადად მოსვლა და გეუბნებიან დაგხოცეო და შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე. აი. რა არის მარიკა მითხარი და შენ მაინც მითხარი რა არის? არწივია დათო, ანანო მოიყვანა უსახლკარო არწივიაო. სატყუილო ანანო ესე თუ პატრონებს და უსახლკაროებს და? ჩვენთან მოყავთ ოფისში. ოფისში მოყავთ თქვენთან უსახლკაროები? ანანო. სად მოვიყვანო? მე რა ხალხად რა? ვისა? შენ ამას გირჩევნია 50 ლარი მომეცი იმ კონიაკის სტენგე რომ მივეცი სადროს დამდებენ მოსაკლავად ღლონტები რა. ეგე სადროს. მოგცემ.
შემომიტანე კაცო მომიტანე. მე მოგიტანო? აი მე არა ნუ ანეხა ის გაიტანე აქიდან და არ ვიცი რა თუ დავიქამე რა. აი ახალი არა ხوارწევს. ორი დღე ჩემთან უნდა იყოს. ირა, ლუდი დავლიოთ ირა. ლუდი არწივი შატილში ვარ. ირა. დაანები ბიჭო, დაანები. არწივი შოვე? შეეშვი. ვაშა გაანება თავი არიჭმევა ეგა. ირა, იცი რას ვიზავ? რას? თამარ შემოვიყვან და ვაჩხუბოთ. ცოდოა ნახე ისედაც როგორი შეშინებული არა ჩხუბოთ აბართ ცოდოა ეს. ანანო. ეს გალია რო არ დაგჭირდება მომეცი რა. თამარ ჩავსვა და აივანზე გავიტანე. მარიკა, იცი მე მგონი არც შია და იმიტომა მოწყენილი და რა გაქვს სახში საჭმელი? ანანო, ჯერ არაფერი, მაგრამ ცოტა ხანი მოიცადე, ნინის, მარიამს და არწის ერთად გავუყიდებ რამეს. ხო, მე ვერ შეძლებს პაპას. კაი, წავალ რამეს ამოუტან ცოდოა. ოღონდ ზასახით ამოიტანე საჭმელი, ან ნახევარ ფაბრიკატი. ძალიან გთხოვან, ანუ ეხა ზებრას, აკვი არქეოპტერიქსს და სტეგოცეფალს ნუ მომიყვან საჭმელი. ხო, მიდი. როგორი? კარგი. ეს იმ შტერბიც ნახეთ რა შეაჩიჩა დათო ეს რა არის? თამარ კარგად გააქნიე. აი, დათო რა არის ეს? ტანანა. მიმინო არა. თამარჩი მიმინო არ არის. თუთიყუში. კავკასიური სუფთა სისხლის კავკასიური თუთიყუში ახლახანს აღმოაჩინეს ორნიტოლოგებმა. ხო, წაიყვანე შენთან ლაპარაკი ასწავლე არ გინდა? ყოჩახშე. შენ იხუმრე ირაკლი? ეს მართლა ასწავლის ამას ლაპარაკ და ესეც კაი შეგირდი იქნება. აი მე მარგა რა ჩიტია. თამარ ეს არის არწივი. ანანო მოიყვანა. მე ამ ხელა რაღაცა როგორ ათრია იმ გოგო. რო გითხრა როგორ? ხნებზე შეაჯდა ანანო ამას. და მოფრიდნენ ერთად. კიდე შეაჯიქი და მე დახედე. იუზას და მოფრინდი მე. მე არ დამიმთავრებია დათო შენთან. მომისმინე. იქით არწივი, აქეთ ქორი, მოიტანი მოცლას არ გაპატიებ იცოდე. მარიკა ძალიან გთხოვ ახლა მაღაზიაში ნუ ჩამიყვან და კვერცხი მომეცი რა ვახუნე მყიყლიყო უნდა შემიწვას. მე თამარ ძალიან თუ არ გეჩქარება ცოტა ხანი მოიცადე, აი არწი დადებს კვერცხებს და მე შენ წაიღებ. კარგი იყო ყოჩახ მეგურა. ფხილად იყავი შენ ამ არწივ არ გაგტაცოს ეს ბეღურა. შენ მიყვარ ხარ მარიკა. მეც ხო იცი როგორ. ირა. ლუდი, არა ლაშიკო მართლა გეუბნები რა. კაცურად გამიგე დღეს მაგ ძალიან ბევრი სამუშაო. აი ნახე, გადაიხედე მათე დაბოდიალობს უსაქმურად და მათესთან ერთად დალიე რა. აღარ სვავს მათე. როდის აქედან და დღეს თქვა რომ რავი სადარბაზოში არწივი ნახე მე მგონი მოლანდებები დამეწყო. გავანებეთ კარგი მაშინ ირაკლი გავალმე და თუ გადაიფიქრე ხო? მაინც რა ლუდი რაღაც არ მოგერიდოს. არ მომერიდო. მიდი. მარიკუნა, შენ თავს ვიცავარ, მართლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს. დღეს მინისტრისთვის უნდა მოვამზადო საბუთები. შუმათ იყავით რა, ხო შეიძლება? აბა რა, ირაკლი, მე და ბავშვები ვიძინებ. კარგი, მადლობა მარიკუნა. მე მიხედავ ახლა ამ საქმეს. შენ და ბავშვები.
გეხვეწები რა ის კონიაკისთვის ფული მომის რა ვერ გამოდივარ მეშინემა და მეზიზღება გაგა. გამოდი აიღეში. არა? არა. კარგი. ვაიმე. დათო, კართან დაგიდე ფული. ომი. ანანომ გაუშვა ეს არწი. მიყურე ახლა. ამიხეთქე რა გული რა. მე? რა შენ? შევალ მე აბაზანაში გადავიდე. შედი, ვიდი. ბუიცა! აბაზანაში გაუშვა. მიდი ტოპით გადაივლე, მიდი. მიდი.